ნარკოტიკები გაყიდოს, ქვეყანა კი არა, ახალგაზრდობა მოსპოს. იმას მისცე შენ 2 და 3 წელი და ბანერზე წარწერისთვის 4 შვილის დედას ასე წელიწად ნახევარი ციხე. ხო, და კიდე ემუქრებიან უბედურება ეგ არის, მაგით არ მთავრდება. დააპატიმრეს ელენე ხოშტარია, მას წელიწად ნახევრით თავისუფლების აკვეთა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ის არის 4 შვილის დედა და ის დააპატიმრეს ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის. რას ნიშნავს ეს? რამე სამართლიანია ეს კანეჩენი? რა თქმა უნდა უსამართლოა შენი სულში. აზია საუბარი. რატომ არის უსამართლო? მოდი გითხარით მოკლედ. შალონ ათელაშვილს ვეთანხმები. ლეონარდო და ვინჩის შედევრს. მელანის შეასკა. ხო შედევრთა შორის შედევრს. შეასკა. დაზიანა შედევრი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის აი ვიღაც სამტრედელი პრამადნიკის ის დაუწერა და რაიც საერთო სამარცხინოა კალათზე. რასთან გვაქვს საქმე? რას ცდილობს ამით ივანიშვილის რეჟიმი? შეგვაშინოს. მეტი არა. შეშინდება ხალხი? არავითარ შემთხვევაში. მე მერიგარცი არ შინდები და ახალგაზრდები მithumet. რო ხალხი შეშინებულიყო, ისევ იმ პლაკატს ხო იმ დღეში არ შეიყვანდნენ, არა? ანუ გუში რომ მოაწყოს პერფორმანსი, ხო, როცა დააწერეს რაღაც კახი კალაძის ბანერს ისევ, ხო? ესე იგი არ შეშინდება, ხალხი არ შეშინდება. ხალხი უფრო თავაზე ხელაღებულები არიან ვიდრე კაცები და უბრალოდ იმათ მეტი ხდება. ხალხი ქალი პოლიტიკოსები უფრო საშიშად მიაჩნია ივანიშვილს. კი არ მიაჩნია არიან. რა განზრახვა აქვს ახლა ამით ივანიშვილს? ანუ ის ფიქრობს რომ ამით ჩაახშობს თქვათ პროტესტს ქვეყანაში თუ კი მოიშორებს პოლიტიკურ ოპონენტებს? შიში უბედურია იქ უკვე აზროვნება იკარგებოდა. მეტი საშუალება მას სხვა არაფერი არ აქვს, სხვა მექანიზმი, სხვანაირად მოიქცეს. შეშინდა ხალხი თქვენ ამ ყველაფრის შემდეგ, იგივე თქვენ როცა მოქალაქეს აკავებენ, აპატიმრებენ. ხალხს ვერ შეაშინებ უკვე, იმიტომ რომ უკვე ზორს გადავიდა შიში. შიში შეიძლება რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს რომ შეგეშინდეს და საშიშიც აღარაფერია უკვე კომიკური გახდა. როცა კანონებს ღებულობენ კომიკოს უკვე შიში ბუნებრივი აღარ არის. ყველაფერს თავის განვითარების ფაზებია და თავისი დროა. როცა მოდის რაღაცა უკვე ბოლოში რაღაცა ფორმაციის დასასრული იქ უკვე შიში ქრება. ეს ცნობილი არის საერთოდ რომ ეს ყველაზე უფრო ისეთი სადისტი ხელმწიფეებისაც კი უკვე აღარ ეჩინათ, მე უკვე დაცინოს იწყება. ასევე ეს ანუ ეს რეჟიმი დასასრულისკენ მიდის, ივანიშვილის რეჟიმი თქვენ ფიქრობთ რომ მოვიდა ყველაფერს. იქნებ პირიქით ახერხებს დიქტატურის დამყარებას და შეუძლებელია ხალხის გაჩუმებას. შეუძლებელი ირანმა ვერ გააჩუმა ხალხი და ესე გამჩნეველი. რა გჭირდება ახლა ჩვენ თქვენი აზრით? სამართლიანობა და თავისუფლება. რა უნდა გჭირდებოდეს? მაგრამ გამოსხამ თავისუფლებას და იშვებენ იქ ეგრე პოლიციას იყენებენ, ეგრე მოსამართლეებს იყენებენ. იშვებენ ციხეში. იმიტომ ელენე ხოშტარია მიგეში თავისი მოსაზრება გამოხატა, ხო ეს არის პროტესტი და ბატონო, მათაც რო იყვნენ ოპოზიციაში, გამოხატვის თავისუფლება. მათაც რო იყვნენ ოპოზიციაში, ხო ხატავდნენ თავის იმას, ამ დღევანდელ მოქმედ ხელისუფლებაზე ამას. ხო ხატავდნენ და რო იჭერდნენ არ მოწონდა. ნივთი დაზიანდა ვაფშე, თქო ბანერი დაზიანდაო, საარჩევნო ბანერი. დაწერით არაფერი არ ზიანდება, რა მნიშვნელობა აქვს? მიაწერა გამოთქვა თავისი აზრი. როგორი ცხოვრება გვაქვს ახლა? რანაირი ცხოვრება გვაქვს? არც ისე სახარბილო და არც ისე კარგი. იმიტომ რომ ძალიან გაჭირდა ცხოვრება უკვე. და ცოტა უსამართლობამ იმატა. ჩვენ ძველი დროიდან ვერ გამოვედით. იმიტომ რომ პოლიტიკა საერთოდ ისეთი რაღაცა და არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. და ახლა რაფერს ეთქვიანი სი არის. რატომ არ აწყობს თქვენი აზრით ივანიშვილს დამოუკიდებელი სასამართლო? იმიტომ რომ თვითონ არაა დამოუკიდებელი თავის აზრებში და თავის გადაწყვეტილებებში და თვითონ პიროვნება ასეთი. ის გაასამართლა ელენე ხოშტარიას მოთაშორის, ხო თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაასამართლა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, ახლა თამაზაშვილი. მაშინ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა ეს მოსამართლე, ივანიშვილმა შემდეგ ეს გითხრა და რა გამოდის ახლა, როცა ერთი მოსამართლე წინა ხელისუფლების დროს იღებდა გადაწყვეტილებებს და ასამართლებდა თქვათ მაშინდელი ქართული ოსების წარმომადგენლებს და ახლა დღეს ისევ ასამართლებს თქვათ ოპოზიციას ელენე ხოშტარიას. აი ეს რასთან გვაქვს საქმე? შეიცვალოს სისტემამ და შეიცვალოს. იცით რომ შეიძლება ქართული ხალხი უნდა შევიცვალოთ, ქართული ხალხი რო შევიცვლებს სისტემასაც შევცვლით. სხვანაირად არ გამოდის არაფერი. საერთოდ რუსეთის გაგონება არ მინდა უნდა მოშორდეს. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. არაფერი კეთილმეზობლური არ ვიყავ, მაგრამ 200 წელი ვიყავთ, 300 წელი არაფერი ხერი არ მუტანია. რუსეთთან? ხო, არაფერი ხერი არ მუტანია მაგ სახელმწიფოს. ხედავთ ახლა ამის საფრთხეს, რომ ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ რუსეთის ხალხში? შეიძლება არ იყოს ის რა ქვია ახლა პედაგოგიური მართლობა, მაგრამ რა მნიშვნელობა რუსული მართლობა თუ რუსული მართლობა იქნება? არის ხდება.
სამართლობა. ანუ დაკავშირებულია რუსეთთან თქვენი აზრით ივანიშვილი და რუსეთის ინტერესებს აი ატარებს. მაგას არც დუმალია რომ რუსეთის კაცია და არც დუმალია რომ რუსეთში არის. არა, ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ევროპისკენ მივყავს ქვეყანაო. ამას ამბობს ახლა ოცნების რავი, ევროპისკენ რავი არ ჩანს ევროპა. არ ჩანს ევროპა. ასე ამერიკაში იმაშიც არის, რუსეთშიც არის საელჩო, მაგრამ არ არის აზრი არ აქვს. რაგანს რა ხვალ თქვენი აზრით ივანიშვილს როცა ის აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, გამოხატვის თავისუფლების გამო. სიმართლე არ მოსწონს. სიმართლე მწარია. რას მიაღწევს ამ გზით ივანიშვილი თქვენი აზრით? რაფერს იმპერია დაიშალა, ესე დაიშლება მაგის. ივანიშვილი? ხო, აბა ახლა ხალხი ახლა 9 წელი არ შეიძლება დაიგენი, ეგენი 13 წელი არიან, ვერ და ვერ წებიდან. ხო, ყველაფერს ზღუდავენ, ხო, თქვენ ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ ადამიანებს, აგერ ელენე ხოშტარია ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დააპატიმრეს 4 შვილის დედა. კი ბატონო, ხდება უსამართლო. ეს რეპრესიები არ გამოიღებს, თქვენ შედეგს ვერ ჩაახშობენ ამ პროტესტს ქვეყანაში. ქართველი ხალხი ისეთი ძლიერები ვართ. რაც არ უნდა გვირახუნონ, ჩვენსაც მაინც ვიტყვით. ჯერ სულ არაფერი, ქალია. ყველას აქვს მისი აზრის გამოხატვის უფლება და 4 შვილის დედა როგორ შეიძლება ასე გამოკეტო და ასე სამარცხვინო და ცოტა იმ 4 შვილის დედებმა სხვაგან რო უფრო ენა ისწავლონ დახვეწონ მათი განათლება და მარტო გვარზე არ არის. ეს იყო აი ქვეყნის გაპარტახება და ფეხქვეშ მოსთელვა მთელი ერის და საქართველოს, რა ვიცი, ასე სადნახეს ცოლ-ქმარმა, ასე უამბანო საზოგადოებამ ერთმანეთი აი ეს მიგვის. როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ ახლა ჩვენ, რა გამოდის, როცა ადამიანს, ქალს, 4 შვილის დედას აპატიმრებენ ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო? ეს არის მათი პირადი სურვილი. აი, რატომ არ მოგწონს ეს ხელისუფლება? რატომ ხარ ოპოზიციაში? ეს მოდი რა გადახედონ ცოტა, გადაიხედონ და როგორ უნდა, რატომ უნდა მომწონდეს? ანუ პოლიტიკური პოზიციების გამო შეენ ელენე ხოშტარია, ეს ნარების გამო მან დანაშაული ჩაიდინა. არა, რა თქმა უნდა, ახლა ვიღაცას ადრეც დაუჯღაპნია სადღაც და რაღაცა დაუწერია. და არავინ არ დაუსჭია. არავინ არ დაუსჭია თავის მამანქანები დაუზიანეს, მაგალითად, გო ჟურნალისტი ნო ზურიაშვილი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრი მინახია, როგორც ტელევიზიით, ისე ორიგინალში თვალხედვითაც ძალიან ბევრი რამე დამინახია, მაგრამ აი ეს რაც ეხება ელენეს დაპატიმრებას, ეს არის საშინელი. განა შეიძლება რომ ამ ორბანის ჭყვაზე იაროს მთელმა საქართველოს? როგორ შეიძლება? ისიც ახლა ამთავრებს მის ყველაფერს და მერე მისთან მიდიან. მისთან ვიღაცასთან მისალმების უფლება მაინც რომ უნდა დაიტოვო. რა ტიპის ქვეყანა გვაქვს ახლა ჩვენ როცა ფაქტობრივად პროტესტის გამოხატვის გამო, ანუ გამოხატვის თავისუფლების სარგებლობის გამო ადამიანს აპატიმრებენ, თან 4 შვილის დედას აპატიმრებენ. ეს არის ჩამოყალიბებული ამას დიქტატურაც არ აქვს, ამას ქვია ერთი კაცის მმართველობა, რომელიც ისიც ცუდი მმართველობა, რა თქვას, ხანდახან იყო ტირანე მაგალითად სახელმწიფოს ფეხზე აყენებდა. ეს როცა ესეთი სახის მმართველობა, ეს იწევს სახელმწიფოს სრულ განადგურებას. არც ეკონომიკაზე აზროვნება, არც სოციალურ პირობებზე. მაგალითად იგი ფაშიზმის დროს სახელმწიფოები ფეხზე დგებოდა ეკონომიურად მოეწდა. ჩვენი სახელმწიფო მოსპარია უკვე, აღარ არის სხვა რამეზე ლაპარაკი. სწორედ ფაშიზმის დროს იქვე ჰიტლერის პლაკატის დაზიანებისთვის მაქსიმალური საშუალება ყოფილა 12 თვე. და ელენე ხოშტარია 18 თვით დააპატიმრეს. მაგას ვიძახე სწორედ რომ ფაშიზმი გაცილებით უკეთესია ვიდრე ესეთი არაადეკვატური ქმედებები, რასაც ახლა აწარმოებენ. რუსეთთან მოვართ მაინც მიბულები, იმიტომ რომ ხალხი აღარ დარჩა რეალურად წინააღმდეგობა გაწევს აქტიური და უმეტესობა წასულია. რუსეთზე ვარ მიბულები, როგორც კი დასრულდება რუსული რეჟიმი სიძლიერე, ასე ვთქვათ, მოეშვება ჩანჩიკები და მიხვდება ივანიშვილიც რომ დათმოს. ელენე ხოშტარია დააპატიმრეს ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, რადგან სამართლიანია ეს თქვენი აზრით. ჩემს სიტყვას ვინ უსმენს და ვინ უყურებს. ყოველ დღე კატასტროფული ფასებია. აი სამშენებლო კომპანიებთან მიდით და იკითხეთ რა ფასებია, ხალხი ქირაშია და ქუჩაში ცხოვრობს. შევედი წყალი მინდოდა მეყი და უცბად ფასი მომატებული. ჩვენ რას მივამატოთ პენსიონერებმა ფასი? ეს დუმარე ხალხი ხმას არ იღებს. ეს არის ჩემი სათქმელი არა. თქვენი სათქმელიცა, ჩემიცა, იმისიც. ჩვენ სწორედ ამიტომ გამოვედით ქუჩაში და ყველა გამოდივართ სათქმელია ეს არის უბედური. მოქალაქეების ხმა არა, 370 ლარით. მოდი ავიღოთ ვინმე მაგალითი და აი რამდენ ხანს უნდა იცხოვროს, გჭირდება მედიკამენტი.
ხომ გჭირდება? აბა რაღაც მედიკამენტები წამოშევიდეთ, ერთად შევიდეთ მაშინ. ჯერათ იმის რომ დაიკლებს ეს ფასები მედიკამენტებზე. მე მეკითხები, აი მინისტრებს უნდა კითხო, როზიან სკამებზე იმუშაონ. ხიშვილის დედა ელენე ხოშტარია დააპატიმრეს იმის გამო რომ მამამ ბანერზე გააკეთა წარწერა. სწორია, სამართლიანია. არ მომწონს ახლა ეს, მაგრამ გამოსავალს კი ნახავს ელენე ხოშტარია და კი დაუდგებით მხარში. ცოტა ადრე უნდა დაეპატიმრებინოს და გვიან დააპატიმრეს. ანუ დანაშაულია ბანერზე. რა თქმა უნდა ბანერზე წარწერის გაკეთება. დანაშაულია, რა თქმა უნდა. რატომ არ აპატიმრებენ? მაგათ მანქანამიც დააზიანა ნინო ზურიაშვილი ჟურნალისტის ავტომანქანა დააზიანა, არავინ არ დაუპატიმრებიათ. სამხალხო აქტივისტების დარბაზები მოხატეს. ალბათ ვერ გამოიძიეს. დიმიტრი სამხარაძე პირდაპირ თქვა რომ მე გავაკეთეო, მე ვიყავი მაგის ორგანიზატორიო, ქართული ოცნების ლიდერმა თქვა რომ მე ვიყავი ამის ორგანიზატორიო, ვინც სადარბაზებში დატოვა მუქარიშემიცველი განცხადებები და წარწერებიო. და ის წარწერების გაკეთების გამო თუ სამხარაძე არ ისჭება, მაშინ ელენე ხოშტარი რატომ ისჭება? ეს შერჩევით სამართალი მისაღებია თქვენთვის? ელენე ხოშტარიამ რო დააზიანა თბილისის მერის ბანერი, მთელი საქართველოს უყურებდა. არ უნდა სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძო. დავანებოთ თავიანთ და ასვათ ისე იცხოვრე. მოხედავ რა რეალებს სოფიად. დავანებოთ თავია. მართალია. რაც მე მახსოვს სულ ასე არეულობა. 90-იანი წლებიდან დღემდე არ შეიძლება შუა დავლაგდეთ. ზედ ნახევარი მიუსაჯეს ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. ეს არის თუ არა სამართლიანი? არ ვიცი, მე უბრალოდ პოლიტიკაში არ ვერევი და პოლიტიკა რო ერევა ჩვენს ცხოვრებაში და ცვლის ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ ჩემი აზრი მაინც უარყოფითი იქნება რა მაგ შემთხვევაში. ანუ უარყოფითი როგორი? ანუ არ ვერევი რა პოლიტიკაში. ელენე ხოშტარია არ იყო იმის ღირსი რომ დაეპატიმრებინეს, ის არის საქართველოს გულშემატკივარი ქალბატონი. ბანერი დააზიანაო და ზიანი 570 ლარიაო. მე 70 ლარი გადაეხადა და არ დაეპატიმრებიათ, ხო შეიძლებოდა. რატომ დააპატიმრეს? აი რა განზრახვა აქვს ივანიშვილის თქვენი აზრით? ანუ მას ჯერ პოლიტიკური იმის გამო რომ პოლიტიკური ოპონენტია ივანიშვილის. რა თქმა უნდა. მაგისტანები ჩაუტარებიათ, მიზან დასახულად აკეთებენ, ხალხს ამწარებენ, აი ესა. ანუ რა განზრახვა აქვს? ანუ ამით რას უნდა მიაღწიოს ივანიშვილმა? რას უნდა მიაღწიოს და უნდა ჩააბაროს რუსებს ჩვენი საქართველო, რასაც ვერ ეღირსებიან მაგას. ქართველი ქალები ბრძოლის უნარებიანი არიან. ეს ადვილად თავს არ დაუხრიან არავის, არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც იქედან ვინც კარნახობენ იმათ, იმიტომ რომ ბევრი მსხვერპლი აქვს ქართველ ქალებს გაღებული და ეს ისეთი რაღაცაა, რომ ანუ ქალების აქტიურობა აშინებს ივანიშვილს. ასე გამოდის. აი როგორ შეიძლება ხა გიდაც მზია ამაღლობელი. აი როგორ შეიძლება ქალი ასე დასაჯო. ადგებია შულო და სადღეგრძელოებს ისეთი ყანწებით სვავენ რომ შეგრცხვება. მათი მაპატია და სტომაქის ამოსაყორად და ამოსავსებად, მაგრამ აქეთ უკან ამ ქალებს რას უშობიან? აი ეს როგორ უნდა დალიო, იმიტომ რომ მე მგონია რომ მაგათ არც დედის ხელში არ არიან გაზრდილები, არც დახყავთ, არც მეუღლის პატივისცემა მაგათთვის. ტალახში ამოსვლა არ ამგონია. პატრიარქის დაკრძალვის დროს, ხო, ეს ტექსტები რაც მან თქვეს, იგივე ივანიშვილმა, ან თქვენ პაპუაშვილმა, ან კობახიძემ, იყო აქცენტი ტრადიციებზე, რომ ჩვენ ტრადიციებს ვიცავთ, აი ეკლესია, ფასეულობები, ოჯახის ღირებულება. სადა, ეს იმას კი ანიშნავს, რომ მეუღლესთან რომ მიდიხარ და ისე ხელს სწავლებ და მიაცილებს სადღაც, ეს მარტო შენსას. არა, მოდი აბა ერთი სხვებს გადახედონ ხალხი ქუჩაში, როგორ ცხოვრობს, როგორ დადიან მაპატიაშვილო და ძალიან ხშირად ვიცი ხოლმე სანაგვის ხუთთან დარჩენილი საჭმელის, იმიტომ კი არა რომ რაღაც მენანება იმის ისე გადაყრა. ჩამოვკიდებ, სანამ პურს ვიყიდი და გამოვიდი, ის იქ აღარ არის. აი ამას შეხედო. იქიდან კი ნუიყურებიან და სადაც საუკეთესო რესტორნებია იქ რო გააქვთ გნიასი და ტოლუმბაშების დაცლა არა, მასი არ არის. აი იმას შეხედო რომ შია და იმას შეხედო რომ ფეხსაცმელი არ აცვია. იმას შეხედო რომ ბავშვებისთვის სასწავლო ნივთები ვერ უყიდია და განათლება ნულის სიმაღლეზეა დაცემული. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, იმიტომ რომ შენ არ უნდა გესმოდეს ამ ქვეყნის საკარგი. და ოჯახზე საუბრის და ტრადიციებზე ლაპარაკიდან 2 დღეში თავისუფლების აკვეთას, ანუ ციხეში კეთდა წელიწად ნახევარი და 4 შვილის დედას ელენე ხოშტარიას. რა ვიცი, ეს რას ნიშნავს? მე არ მათ რა ტვინში რა დუღდება. ამას, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ყოველ დღე გამოსცი ახალი კანონი. შენ როგორც გაწყობს ისე მოერგო. არ არის ესე. რა გათვლა აქვს ისე ივანიშვილს თქვენ დაკვირვებით? რის იმედი აქვს?
რომ გამოუვა დიქტატურის დამყარება ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ აი რაღაც ხო არის რომ ფინალი და მიხვალით და იქ ყველაფერი გასკდება.